პირველ რიგში აქ ვიც არიან გაწევრიანებული არიან პირველ რიგში თავის ერის თავის სახელმწიფოს პატრიოტები, რომელიც უყვართ თავის სამშობლო, თავის ერი, ქართველობა და რა თქმა უნდა თავის ოჯახი და თავის მიწა-წყალი. დასახლება აფხაზეთის მეომართა კავშირი ეს სახელიც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ სამწუხაროდ ეს დაღი გვაქვს სულზე მიწერილი დევნილი მოსახლეობა, დევნილი ვეტერანები. აფხაზეთის ომის შემდეგ, როცა იარაღის ხმაური დროებით მიწყდა და აფხაზეთის მიწაზე ჯერ კიდევ ყვამლი იდგა, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის დაზავებაზე საუბრობდნენ. იგეგმებოდა, რომ დემარკაციული ხაზი გუმისთაზე გასულიყო. მის ორივე მხარეს კი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით უნდა მდგარიყო შინაგანი ჯარი. იმ დროს, როცა ქართული ჯარის აფხაზეთში განლაგებული ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული შენაერთები გაუქმდა და მძიმე ტექნიკა გაყვანილ იქნა 23 ბრიგადის საფუძველზე იქმნებოდა კავშირი ჯიხა 23, რომლის მიზანი ომგამოვლილი, ნაბრძოლი ადამიანების ერთად შეკრება იყო. მოძრაობის საპატიო თავმჯდომარედ გენო ადამიანს მოიაზრებდნენ. იმ კაცს, რომლის სახელი და ავტორიტეტი მაშინ იმ თაობისთვის სიმტკიცის და ღირსების სიმბოლოს წარმოადგენდა. მეომართა კავშირის შექმნის იდეა დაიბადა ჯერ კიდევ 1993 წელს აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში, ცეცხლის შეწყვეტისა და განიარაღების ხელშეკრულების დადების შემდეგ. დადგა საკითხი, თუ რა ბედი ეწეოდა ამდენ ნაუმარ ხალხს, ჩვენი 23 ბრიგადის დაშლის შემდეგ. გენო ბიძიამ და მისმა ახლო გარემოცვამ მეომართა კავშირის შექმნა გადავწყვიტეს, რომელიც გააერთიანებდა ყოფილ მებრძოლებს, გაუწევდა მათ სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას და მათი მობილიზაციის აუცილებლობის შემთხვევაში ამ პროცესის კოორდინაციის ფუნქციასაც იტვირთავდა. ვინაიდან 23 ბრიგადაში გამოიცემოდა ყოველკვირეული გაზეთი ჯიხა, შეჯერებულ იქნა კავშირის დასახელებაც ჯიხა 23. მოვიწვიეთ პირველი ყრილობა, სადაც კავშირის საპატიო თავმჯდომარედ რა თქმა უნდა დასახელდა 23 ბრიგადის მეთაური გენო ადამიანი. ხოლო თავმჯდომარედ დიმა მჭედლიძე. მაშინ დაწყებული საქმე დღესაც გრძელდება. ეროვნული გმირის გენო ადამიანის სახელი დღესაც ცოცხლობს. ომის დასრულების შემდეგ ეს გზა გაგრძელდა დევნილობაში და კავშირის ჩამოყალიბება დაიწყო. დამფუძნებელ კრებაზე დამტკიცდა მეომართა კავშირის წესდება და ლოგო, ასევე მეომართა კავშირის წევრის მოწმობა. 93-94 წლებში ჩვენი ახალგაზრდობა ზოგი დაჭრილი იყო, ზოგი თავშველოდა, რა სადღაც დაბინავებული იყო და ძირითადად აქ-საქსულები ვიყავით მთლიან საქართველოში. 24 ბრიგადის ჩვენ მეთაურებთან ეს იდეა და ამ იდეის ინიციატორი რამდენად მე ვიცი იყო ცხანებული ვახტანგ ცანავა. ამან შეგვაგროვა ჩვენ და ამან მოგვახსენა ეს იდეა. კავშირის ჩამოყალიბებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი უკვე დაახლოებით 7000 წევრს აერთიანებდა. გამოცხადდა წევრთა რეგისტრაცია და მიმდინარეობდა დევნილი მოსახლეობის აღრიცხვა. გამოიკვეთა ეს, რომ უნდა შევქმნათ იმ ყოფილი მეომრებისგან რაღაც კავშირი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჯერ ერთი რომ გავერთიანდეთ. მიზანი იყო კონსოლიდაცია ყველა ეს მეომრების ერთად ყოფნა. ყოველდღე ველოდებოდით უკან დაბრუნებას და ისევე საომარ მოქმედებებს და რო ყოფილიყავით ერთად. 95 წელი ფაქტურად ეს იყო მომზადების პერიოდი, 96-ში შეიქმნა ჩვენი მეომართა კავშირი. მეომართა კავშირი ძირითადად დაკავებული იყო იმ სოციალური პრობლემების მოგვარებით, არა მხოლოდ მეომართა წრეში, არამედ მოქალაქეთა, ასე ვთქვათ, აი ამ დიდ სეგმენტში, რომელსაც დევნილი ქვია, ძალიან ბევრი პრობლემა იყო იმ პერიოდში. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ვეტერანების უფლებების დასაცავად სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მექანიზმი, მეომართა კავშირმა იტვირთა პასუხისმგებლობა, მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია ომგამოვლილი ვეტერანებისთვის. ყველა მეომრებმა, ყველა იმ ხალხმა იცოდა საათ ვიყავით ჩვენ და ხალხი ყოველთვის იყო აი ამ ჩვენს მეომართა კავშირის შენობაში. მოდიოდნენ და რაც იყო დამოკიდებული საბუთები, ახასიათება, საბრძოლო მოკვლევა ყოფილი მეთაურისგან ადვილად უკეთებდა მას და საწვალებელი არ იყო, რომ არ იყო იმ პერიოდი ყველა მიცით რა პერიოდი იყო, მაინც და მაინც ჩვენი ბიჭები არ იყვნენ ისე სიტუაციაში, რომ ეარა თელ საქართველოს იქით-აქეთ მიმართულება. სტრუქტურულად ჩამოყალიბდა ძალიან მაღალ დონეზე. იქ იყო ჩართულები ჩვენ და ჩავთეთ მეომართა კავშირის საპატიო წევრებად. საკმაოდ შრომატებადი სამუშაო იყო იქ.
ქალბატონები მუშაობდნენ, იმას თანხა ჭირდებოდა სამგზავრო. სალაპარაკოდ ადვილია, მაგრამ ამას დაჭირდა ბევრი დრო ამის დალაგებას. მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პერიოდში მეომართა კავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ომის ვეტერანების შვილებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერას. ორგანიზაცია მათ ტანსაცმლით, სასკოლო ინვენტარით, მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტით ეხმარებოდა. აფხაზეთის მეომართა კავშირი ვეტერანებს ეხმარებოდა სამედიცინო სერვისების მიღებაში. რამდენიმე პაციენტი მკურნალობის მიზნით უცხოეთშიც გაიგზავნა. მეომართა კავშირის მხარდაჭერით ომის შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 ვეტერანს ჩაუტარდა პროთეზირება. მოგესალმებათ, ეს არის არასამთავრებო, ჩვენ არ აგვაქვს სახსრები, რომ იმას ბინა უყიდოთ და რაც დაუფინანსოთ დიდი ოპერაციები, მაგრამ გვაქვს იმის საშუალება, რომ ბევრს დაუფინანსეთ რაღაც ცოტა ოპერაციები, ფულს უმატეთ, თუმცა აკდებათ. რამოდენიმე ბავშვს ჰქონდათ, აი უმაღლესი დაამთავრეს და დიპლომის დასახსნელი თანხები არ ჰქონდათ, რამოდენიმე ის დაუფინანსეთ და არა ვარ ჩვენ ახლა სამთავრობო ორგანიზაცია და ჩვენი შემოწირულობით, მცირე შემოწირულობით, ისევ ჩვენი მეგობრები და ჩვენი კავშირის წევრები რაღაცას ვაგროვებსაც მეტნაკლებად საშუალება გვაქვს. კავშირს წლების განმავლობაში გააჩნდა საკუთარი საფეხბურთო მინიგუნდი, რომელიც მონაწილეობდა აფხაზეთის ორგანიზაციებს შორის გამართულ ჩემპიონატებში და 3 წლის განმავლობაში ზედიზედ გახდა ჩემპიონი. მეომართა კავშირის ხელშეწყობით აქტიურად ფუნქციონირებს აფხაზეთის ძიუდოს აკადემია, რომელიც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი სივრცეა, ხელს უწყობს მათ ფიზიკურ განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ზუგდიდში მეომართა კავშირის ინიციატივით კინბოქსინგის სპორტულ კლუბს გენო ადამიანს სახელი მიენიჭა. ასევე ქირიას საბრძოლო ხელოვნების აკადემია გენო ადამიანს სახელს ატარებს. მე მინდა ყველა იმ ხელმძღვანელს, ყველა იმ აქტივისტს, რომელიც გაერთიანებულია ჩვენს ვეტერანთა ორგანიზაციაში, მადლობა მოახსენო იმის გამო, რომ ისინი ხელს უწყობენ ჩვენს ერთად ყოფნას, კონსოლიდირებას, ერთიანი აზრის ჩამოყალიბებას, რომელიც უპირველეს ყოვლისა მიმართულია ალბათ ჩვენი ქვეყნის მთლიანობისაკენ და ამ თვალსაზრისით ამ ორგანიზაციას, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის. მეომართა კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნის უკტავსაყოფად შენდება სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე. ტაძარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეურის ლოცვა კურთხევით შენდება და გმირთა ხსოვნისადმი განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატულებაა. მეომართა კავშირმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა დევნილი მოსახლეობის სამედიცინო მხარდაჭერის საქმეშიც. სამედიცინო ცენტრ დიომედს უსასყიდლოდ გადაეცა თანამედროვე ულტრასონოგრაფიის აპარატი, რაც მათ დღემდე ხმარდება. ვაკეთებ ბევრ რაღაცას, ვსწავლობ, ჩვენით პოულობ სახსრებს, ჩვენ არ აგვაქვს ბიუჯეტი და არაფერი. ჩვენით პოულობთ სახსრებს, აგერ ჩვენ მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე შემოგვიერთდა ბატონ ლევან ქესმეა, რომელიც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის აქტიური მონაწილეობითა და ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციაში პირველად შევიდა ჩანაწერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. მანამდე 1995 წლის კონსტიტუცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს ცალკე და პირდაპირ არ განსაზღვრავდა. აფხაზეთის ომის დასრულების ოფიციალურ თარიღად თავდაპირველად 27 სექტემბერი მიიჩნეოდა, თუმცა საბრძოლო მოქმედებები კიდევ 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა. სწორედ ამიტომ აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კონფლიქტის დასრულების თარიღად 30 სექტემბერი განისაზღვრა. ასევე ვეტერანის სტატუსის მისაღებად თავდაპირველად აუცილებელი იყო პირს საომარ მოქმედებებში მინიმუმ 2 თვის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა. აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით ეს შეზღუდვა მოიხსნა და კანონში შესაბამისი ცვლილება შევიდა. მეომართა კავშირის ინიციატივით შეიტანეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომ აი ეს ჩანაწერი, სადაც იყო მითითებული 27 სექტემბერი, გადაწყვეტილიყო და ჩათვლილიყო 30 სექტემბრამდე, ეს უკვე როდესაც თლიანად აფხაზებმა რუსებთან ერთად შეძლეს თლიანად აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკეტვა და მისვლა ენგურის ხიდამდე. აი იმ პერიოდამდე ეს არის მეომართა მიმაჩნია, რომ ბევრისთვის იყო ძალიან აუცილებელი და საჭირო ცვლილება. მეომართა კავშირის მოწმობებით და დავბეჭდით და მას ვაძლევდით. ამ მეომართა კავშირი მოწმობა სურათიანი იყო, სურათით პირადობის მოწმობას როლს კიდე თამაშობდა მოვალეობაზე, როცა არ ქონდა ამით შეეძლო
გზაში ბილეთის ყიდვა მატარებლის ბანკში მისვლა ისე დიდი მან პერიოდში ისეთი დიდი ისყოდა როლი ამ მეომართა კავშირს. მეომართა კავშირს რეგიონალური ორგანიზაციები ჰქონდა იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიაში, ბორჯომსა და ქვემო ქართლში. ვახტანგ ცანავას ხელმძღვანელობით შეიქმნა შინაგანი ჯარების ტყიბულის ბრიგადა, რომლის მეთაური იყო მეომართა კავშირის პირველი თავმჯდომარე დავით ღვინჯილია. რეგიონებში დავიწყეთ მუშაობა ნელ-ნელა. იმდენი საშუალება ხომძე რა დრო იყო არ ქონდა ჩვენ ფინანსურად და ეკონომიურად და იმედ რომ უცებ რომ გააგეკეთებინა ყველაფერი. პარალელურად ვახო ცანავა და ისინი მუშაობდნენ შენაერთის შინაგან ჯარებში გაიხსნა პოლკი. ტყიბულის პოლკი ასე ერქვა ტყიბულში თანამდებობა. ამ ტყიბულში პოლკში გადაიყვანეს მეთაურად დათო ღვინჯილია. ჯარი იყო თავიდან განლაგებული ზესტაფონში, შემდეგ ქალაქ ტყიბულში. ამ ბატალიონმა 2005 წლამდე იარსება, საკმაოდ ბევრი ამოცანები გვაქვს შესრულებული თავის დროს და თავიდან იყო ბატალიონი, შემდგომ ბრიგადა. და მე ესე მიმაჩნდა, რომ ჩვენი მიზანი იყო ერთ-ერთი ძირითადი ის, რომ ჩვენ დავრაზმულიყავით. ნუ ეს შესრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებისთანავე მეომართა კავშირის წევრებისგან ჩამოყალიბდა ერთი რაზმი. ვეტერანთა სამსახურთან ერთად ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეთა მობილიზებასა და სხვადასხვა ლოგისტიკური საკითხების ორგანიზებაში. მეომართა კავშირი მუდამ იქ იყო, სადაც ქვეყანა სჭირდებოდა. 2023 წლიდან მეომართა კავშირის ერთ-ერთი ინიციატივის ფარგლებში რამდენიმე ათასი მხედველობისთვის საჭირო სათვალე გადაეცა ომის ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს. რაც მათთვის მნიშვნელოვანი დახმარება და ყოველდღიური ცხოვრების შემსუბუქების საშუალება გახდა. ბოლო წლებში ზუგდიდში მდებარე ფრანგულ პარკში მეომართა კავშირის ინიციატივით დაიდგა გენო ადამიანის ბიუსტი. მოგვიანებით პარკში განთავსდა ასევე მამია ალასანიას, ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ბიუსტები. მეომართა კავშირის ინიციატივით პარკში ასევე აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა. სწორედ ამ ნაბიჯების შემდეგ პარკს შეეცვალა სახელწოდება და იგი ეროვნულ გმირთა პარკის სახელს ატარებს. ბატონ გენო ადამიანის ბიუსტი დავდგით. ეხლა ვაკეთებთ იარაჯოულის ბიუსტს ვაკეთებთ ქალაქ ზუგდიდში. გვინდა ეს ბიუსტი გავაკეთოთ ქალაქ ზუგდიდში. ნებისმიერი ორგანიზაცია განვითარებაზეა ორიენტირებული, ბუნებრივია, იხვეწება ფორმებით და მე ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში იგი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება. შეძენილი არის შესაბამისი გამოცდილება. მეომართა კავშირის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთ ქუჩას მიენიჭა აფხაზეთის ომში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლის სახელი. თბილისში გმირთა მოედანზე გენო ადამიანის ბიუსტი განთავსდა, რაც მისი ღვაწლისა და თავდადების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა. გენო ადამიანის სახელს ატარებს ქუჩა ზუგდიდშიც. ხოლო თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ვალერი ზურიჩიქოვანის სახელი მიენიჭა. მეომართა კავშირის წევრები მთავრობისა და საკრებულოს დახმარებით მივაღწიეთ იმასაც, რომ რამოდენიმე ჩვენს მეომარ ბიჭებს, რომელიც აფხაზეთში დაიღუპნენ, მათი სახელები მიენიჭა რამოდენიმე ქუჩას. ჩვენ გვინდა რომ ეს ისტორია იცოდეს ახალგაზრდობა ჩვენ მეომრების შესახებ, ვირა დაემსახურა, რომ ხალხმა იწვალა იომა და დაფასეს მათი შრომაც, ომიც. აფხაზეთის მეომართა კავშირმა მიმართა საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო სამსახურს დროშისა და გერბის მოსამზადებლად, რის შედეგადაც დამტკიცდა გერბი და დროშა. ასევე რევაზ ლაღიძის ლაშქრული მიჩნეულ იქნა აფხაზეთის მეომართა კავშირის ჰიმნად. მეომართა კავშირის წევრებს არასოდეს დაუგარგავთ თავარი, იმედი იმისა, რომ დადგება დღე, როცა ისინი კვლავ დაბრუნდებიან საკუთარ აფხაზეთში. იმიწასა და წყალზე, რომლის დასაცავად ციცოცხლის გაღებაზე უკან არასოდეს დაუხევიათ. მიწაზე, რომლისთვისაც უამრავმა გმირმა ყველაზე ძვირფასი საკუთარი ციცოცხლეს კი შესწირა. მათი თავგანწირვა, ბრძოლა და ხსოვნა დღესაც ცოცხლობს თითოეული ადამიანის გულში. დავიდრე ეს ხსოვნა ცოცხალია რწმენაც, რომ აფხაზეთში დაბრუნების დღე აუცილებლად დადგება. დიდება საქართველოს, დიდება გმირებს.